24 საათის განმავლობაში შევჭამთ მხოლოდ კორეულ საჭმელს. ამ ვიდეოში მიმოგზაურებ კორეაში და 24 საათის განმავლობაში შევჭამ მხოლოდ კორეულ საჭმელს. დავაგებოვნებ ტრადიციულ კორეულ საჭმელსა და თანამედროვე ტრენდულ სნექებს. შევაფასებ და გაგიზიარებთ იმსახურებს თუ არა კორეული საჭმელი იმ ჰაიპს რაც აქვს. Und მე რა თქმა უნდა წესები მაქვს ამ ვიდეოსთვის. დილით აუცილებლად დავიწყებთ convenience stores. სივიყავით ბანანის რძით გენაწვალა ეგეთი ტრენდია აქ. შემდეგ აუცილებლად გავსინჯოთ კორეულ ტრადიციულ საჭმელს. უნდა გავსინჯოთ აუცილებლად კორეული ჩიქენი, შემწვარი და ასევე კორეული სნექები. თუ ესეთი ვიდეოები მოგწონთ, გამომიწერეთ და დავიწყოთ. წავედით ახლა 7-Eleven-ში. აქაურ მაღაზიაში არა მხოლოდ პროდუქციის ყიდვა, ასევე მათი მიღწევაც შეგიძლიათ. არა, ძმაო, მე ამ სიცხეს ვერ გაუძლებ ამ მოსაცმლის. ჩვენთან არის დილა და მაინც ძალიან ცხელა. რაღაცა ჩახუთული სიცხეა. ვიყიდე ახლა მე ყინულიან ჭიქას, აბას, ბანანიან რძეს. ხო და რა სხვა იქნება რა? ძალიან დიდია ეს მე მგონი. This one? Yes, right? Thank you. ესეც შავი ყავა ჩვენი. და ახლა ნახეთ, ყინულიანი ჭიქები. ყინულიანი ჭიქას ვიყიდე. აი ესეთი გამოვიდა ჩვენი ყავა, რომელიც დაჯდა $60-მდე. ამის გასინჯვა მინდა ის საუკუნია. ეს არის banana milk coffee, რასაც ეძახიან, გავარჭოთ. უშაქრო შავი ყავა და ბანანის რძე. ძალიან ბანანის გემოაკ, ანუ ჩვეულებრივი ცივი ყავა, ოღონდ ძალიან ბანანის გემოაკ რა. ტკბილი ვაფშე არ არის. ფაშინელი ბანანის არომატი აქვს. აუ გავგიჟდი გადავირიამეთ კი ვერ ვიტყვი. მოდი გავსინჯოთ ცალკე ეს ბანანის წვენიც. აბა ეს გავსინჯოთ. ეს გემრიელია. ეს ძალიან გემრიელია. ეს რა კაია? ყავა ცოტა წყალწყალაა ჩემთვის პირადად. პროპაგანდის მსხვერპლი ვარ რა. ანუ მსხვერპლი რატომ მე მაგრად მევასება უცხოეთში რო ვარ და რაღაცებს რო სინჯავ რა. ბევრი ამბობს რომ აი არატურისტულ ადგილებში წადით, არატურისტული საჭმელი ჭამეთ. არ მაინტერესებს, მაო არატურისტული საჭმელი. აი საქართველოში რო ვიღაცა ტურისტი ჩამოვა, ხო არ ეტყვი რომ არ გახვიდე ჩარდენზე ტურისტული ადგილია, ჩაკაფულით დაიწყე პირდაპირ. არა, ანუ ის ტურისტული ცნობილი საჭმელის უნდა გასინჯოს, ეგრევე შქვერულით ვერ დაიწყებ რა. დილა გამოგვივიდა ძალიან ყავაზე ჭორაობა. შემდეგ წავედით ძალიან ტურისტულ უბანში, ინსადონგში და მის მოშორებით იყო რესტორანი, რომელსაც ქვია ყვავილობა ბრინჯის მართვაზე. ჩვენი ლანჩის გაჩერება იქნება ადგილი, რომელსაც აქვს მიშელინის ვარსკვლავი. და აქ გიდმა გვითხრა, რომ არის ძალიან ძვირი, მაგარ ადგილას ვართ რა. ეს რესტორანი იმით გამოირჩევა, რომ ძალიან ბევრი ვეგეტარიანული ოფშენი აქვს. ასევე იმ პროდუქტებს, რასაც რესტორანი მოიხმარს, მთლიანად ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს, რომელსაც არანაირი პესტიციდი არ გააჩნია და არის ორგანული. ენოკი სოკოს ფენკეიკი. კაი ხრაშუნაა ძალიან. გემოები ტექსტურები არის, მაგრად დაბალანსებული. ყველში ურტყამს მდოგვის соуსი, მაგრად. ამ ბევრი რაღაც არის რა. ბოლოკი, ვაშლი და ასე შემდეგ. ფენა უნდა გამეხსნა მეგობრებო. ფენაში უნდა ჩამედო სალათი, რომელიც მოყვა. აი რო წარმოვიდგინოთ, ოს ნუდულსი თუ გიჭამიათ, ზუსტად მაგის გემო აქვს. შებოლილი. ძალიან საყვარლად ჟღერს. იმენა აქაური საცივი. ბოლოს მივუჩით ამათი საფირმო ბიბიმბაპი, რომელიც გამოხატავს ბუნების საჩუქარს და არის უბრალოდ ბრინჯი ბოსტნეულით. რა თქმა უნდა, სეულს ისე ვერ დავტოვები, არ მეყიდა. დალგონა კუკი თუ რაც არის. იმის გამოჭრა ვერ მომასწარე, იმიტომ რომ ძალიან მეჩქარება. ყოვედით ვანჯამ მარკეტზე, სადაც იყიდება სტრიტ ფუდი, იმენა ვაგზალზე ვარ, ჩემოძმებო. ყველაფერია საერთოდ. ორი ქათამი, საკონელი, ეს გვიხსნის რა არის. ფენკეიკები. აქ ცოცხალი ოქტოპუსები ყავს. მე ამას ცოცხალს ვეღარ უწოდებდი, უფრო აი თავი მოიკლა, ჩაიხრჩო თავი პირდაპირ. ეს არის ქუჩა, სადაც იყიდება აბსოლუტურად ყველაფერი. ჩემი კონტენტი აქ კეთდება. ერთი სული მქონდა. მთელი დღეა ვჭამთ, ანუ მთელი დღეა ვჭამთ. აღარ შემიძლია, მაგრამ აი კონტენტის გულისთვის რას არის ამ ადამიანი. მე ძალიან ბევრი ცხოველია. სეულში არაერთი სტრაფიკოების მარკეტია, თუმცა ჩვენ გამოსულები ვართ გვანჯანგ მარკეტზე. ვიწყებთ ტანგულუთი, რომელიც არის შაქარში ამოვლებული ხილი. ტანგულუს გასინჯვა მინდა ძალიან დიდი ხანია და რატომღაც მეგონა რომ იმედები გამოსრულდებოდა, მაგრამ უგემრიელესი აღმოჩნდა და ძალიან კარგ ხასიათზე გავაგრძელე გზა. ეს არის ქალბატონი, რომელიც გადაიღეს Netflix-ის დოკუმენტურში და ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება ამის დამფლინგებს. Georgia. ეს არის მეგობრებო ტობოკი, ანუ ბრინჯის ნამცხვარი, რასაც ეძახიან. 4000 ვონი ღირდა, ანუ $3 რა. აუ ძალიან ცხელია. დაამბილი და ფოფუკია. ძალიან მინდოდა ხოლმე და არაფრით გემო არ აქვს. соуსია რა. მეორე ცხოვრებაში აღარ შევჭამდი. ჩემთვის ცხარე არ არის, მაგრამ ვინც ვიდეოს მიიღებს, იმისთვის ცხარე არის.
ენა დავწე. დაახლოებით $10-დან $20-მდეა რაღაცები რა. ქუჩა არის, სადაც სულ სტრიტ ფუდი იყიდება. სულ ცხელია ყველაფერი და ძალიან ცხარე. შემდეგ აი ამ საყვარელ ქალბატონს ვესტუმრე, რომ მისი გაკეთებული დამპლინგის სუპი გამესინჯა 7000 ვონად. ეს ღირდა 7000. ჩვენიერია, კაი სუპია, მინადოში რეკია. მაგარი ცხარია. ესე იგი 7000 ღირდა, რაც არის დაახლოებით $5. კინჩიც მოვაყოლეს, ეხლა გავსინჯოთ იმენა დამპლინგი. თამთხოვე რომ ბევრი არ ჩამინდო მეთქი. მაინც ვერ შევჭამთქო რა. დამპლინგში არის ნუდლსები. მაგარია. მე კორეაში თუ იქნებით, წვით ფუდი უნდა ჭამო რა. და არ არის ძალიან ძვირი. ეხლა რეალურად საერთოდ არ მშია მთელი დღე ჭამ რა. რაღაცები რომ გავსინჯო და მომასწრო, მაგისთვის ვაგემოვნებ. ამიტომ თუ ესეთი ვიდეოები მოგწონთ, აუცილებლად დალაიქეთ და მე გამომიწერეთ. და მე ჩავწერ სხვა ქვეყნებიდან მეგობრებო. წინა წელს რო აქ წამოვიდოდი, სულ არ ვიცოდი. დამპლინგები ძალიან კაია. სიმართლე რომ გითხრათ, ამდენი ცხარის მერე მინდა რამე ტკბილი. ტკბილით არ უნდა დამეწყო აშკარად. ბევრი რაღაცის გასინჯვა მინდა, მაგრამ კიდე საჭველად უნდა წავიდე, რომ განახოთ კორეული შემწვარი ქათამი. არსად ტკბილს არ აკეთებენ, არ ჭამს ეს ხალხი დესერტს, რა უბედურება. სულ ხორცები და სულ რაღაცებია. რამე ტკბილი მინდა მეგობრებო, სასტრაფოდ. Wait. Okay. I forgot to pay. 4 ცალი ხებზის ფორმის ტკბილი პურია. Hi. და არის შიგნით კრემი და ძალიან გემრიელია. 3000 ვონი ღირდა, ანუ $3-მდე, $2 რა. მაგარია. ახშაბზე წავედით კორეული ჩიქენის საჭმელად, რომელიც ძალიან პოპულარულია და თან ამ დღეს იყო არჩევნები. მეგობრებო და ძალიან საინტერესო იყო ხალხის ყურება და არჩევნების შედეგების დაკმაყოფილება. ეხლა მოვედით, რომ კორეული შემწვარი ქათამი გავსინჯოთ, გაგვიმარჯოსო. უკვე 9-ჯერ მიუჭახუნეთ ერთმანეთს. გაგვიმარჯოს. Yes. გავსინჯოთ სოჯუ. Ჩვენი ქალბატონი ამ ხიფის დამგეგმავია, კარგი ადამიანი უბრალოდ. ძალიან ცხარიაო და მეშინია. ადამიანი ტკბილს ხაროს ოუში. ცხარია ვაფშე არა, ტკბილია. სხვადასხვანაირი სახეობის ქათამი მოგვიტანე, ზოგი ძალიან ცხარია, ზოგი არც ისე. ზოგ საიდ დიშიც აქვს. მე გავსინჯოთ. არა გემრიელია. ძალიან კაია. ვერ გელაპარაკებით, მაგრამ ძალიან გემრიელია. წაღან ესე არ გამწორებია ეს საჭმელი. ამ ვიდეოს ბოლო ეპიზოდს გადავიღებთ მახას ოთახში. ეს ჩემთვის ძალიან უჩვეულო ვიდეოა, იმიტომ რომ მე კოლობებს არ ვიღებ. ბოლოს, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ კორეაში, არის რომ ფული გაფლანგოთ სნექებში და ღამე ჭამოთ, როცა ყველაზე კარგად წავა გონებში. 30800 ვონი. ეს არის ტკბილი ხლებცი, ეს მე ხო გავსინჯე აზიურ სნექებს რო ვაგემოვნებდი. მარტო ტკბილი არ არის, ერთ მხარეს არის ტკბილი, მეორე მხარეს არის მარილიანი. მაგარია. მათი ყველაზე პოპულარული სნექი. ესენი ვიყიდე ძალიან ბევრი. ყველანაირი გემოსია ამათ მაღაზიაში რო შეხვიდეთ, ვაფშე ყველა გემოსია რა. მაგას ცალკე დავდებ კორეულ სნექებს რო გავსინჯე, რომელშიც $1 გადავიღადე. მე ეს მომწონს, მაგრამ მას ბევრს ვერ შევჭამ, იმიტომ რომ ტკბილია. ჩვენ გვაქვს ჯუგურა-ჯუნგურები, რო ვეძახი მე. იმიტომ სიმღერა იქ ჯუგურა-ჯუნგური. ეს არის ყველაზე რთული, არის კოლგა. სავარაუდოდ ანანო რო ამას დადებს, გამოსული იქნება უკვე შემდეგი სეზონი. მე პრინგლსი გვაქვს კარამელით, მაგრამ ესენი არ არის ჩემი სნექები. მარის შემოვარდი გიჟივით ოთახში და მის სნექებს ჭამ. ჩემები რო შევინახო და ცალკე გავსინჯო რა. მეგობრებო, აი აქ რაც არის და არ გავსინჯო, შეგიძლიათ ჩემთან ნახოთ TikTok-ზე, YouTube-ზე არ ვარ და ანანოს არ ჩავეჭრები, მე TikTok-ზე გამომიწერენ, ძალიან ცოტა გამომწერი. 5 წალი გამომწერი, ჩემგან დონაცია მას. ვაიმე, მე პრინგლსი როგორ ნეყოს ვაფშე არ ვიცი. იმენა ტკბილი პრინგლსი. მაჭავე. ყბლ. მე ყველანაირი ჩიფსი მევასება. მე მგონი შემომეჭრა და გიყიდი ხარ. პრინგლსი ზოგადად, ანუ კარგად კაცუნებს და კაი ჩიფსია, მაგრამ ავი ხარ როც არსებობს. როც არსებობს ფრიქსი, მეგობრებო, ქართული ნატურალური ჩიფსი. ვახო ბოლოთაშული კაფინანსებული ხარ. ვახო ჯამნერგა კორეაში. ძალიან ტიპია გავუკეთე. მე გავუკეთე. გავსინჯოთ მარწყვის. ფრეშბერი ქვია. იმენა დაგემოვნება ვიდეო გამოვიდა. იმენა მაგარი პეჩენია რა. მაგარია. როგორ გემოვაქიცე? ხელოვნური მარწყვის. არა. დარგეზა ჩაგინეთ. ამას აქ ესენციის გემოთ. მაგრამ მაინც გემრიელი ჩემი. რამდენ ხულას დავწერდი? მე 800. მოლი. მაგის ნუხრი პინე. ანა ხე კამერას. მაგიტო ვერ იქნებოდი TikTok-ერი ვერასდროს. აი, შუნა და არ მინდოდა რომ ეს არაესთეტიური რაღაც გენახათ, მაგრამ კაი. მაგიტო ხარ ეგეთი ლუზერი. არა, ის 5 გამომწერსაც არ ბუდონათებ. გადმოდით უკან მეგობრებო. ისე არაფერს გემორაგ. ჩემთვის
კაია. გემო არ აქვს. მე ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, ეხლა ცოტა არასაინტერესო პროდუქტები დავაგემოვნე. სპეციალურად, რომ ის ძვირიანი და კაი რაც არის, მე გავსინჯო ცალკე ვიდეო. ჩემთან TikTok-ზე. ძვირიანები ჩემთან TikTok-ზე. თუ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურე, მაჰა გამოიწერეთ ბოლომდე უყურე. თუ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, დაწერეთ რომ მაჰა კაი გოგო.